სამოქალაქო აქტივისტი დარი ჯანსხვიტარია, რომელიც უწყვეტი პროტესტის ფარგლებში წელიწადზე მეტია პარლამენტის წინათენებს ღამეს აცხადებს, რომ პირადი ნივთები მეოთხეც წაართვეს. მის მიერვე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ის ამბობს, რომ ღამით საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციელები გამოჩნდნენ. როგორც აქტივისტი განმარტავს, მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. დარი ჯანსხვიტარია აცხადებს, რომ მიუხედავად მომხდარისა, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. მეოთხეჯერ დამესხენ თავს. პოლიციის ჯოგი მემანიშვილის ხელმძღვანელობით გადაღების უფლება არ მოგცეს. გადავიღეთ, მაგრამ ისიც წაშალეს და ყველაფერი წამართვეს აბსოლუტურად. აი, ბეტონზე ვზივარ. აქედან წასვლას არ ვაპირებ, მეუნებიან რომ ადექით და წადითო. მე ვთქვი, თქვენ არ შეგარჩენთ ამ ქვეყანას. სანამ სული მიდგას პირში, აი აქ ვიქნები და ვნახოთ, ყოველთვის დღევანდელი დღე იქნება თქო და ხვალინდელი დღე არ გაუთენდებათ მაგათ. გონიათ რომ არაფერი შეიცვლება. მაგათი გონიათ ეს ქვეყანა. არ დაუთმოთ ხალხნო როგორმე. გამოდით. სახში ჯდომის დრო არ არის ახლა. ჯალათების ხელშია ქვეყანა. აუცილებლად უნდა გავისტუმროთ ეს ხელისუფლება, თორე ეს ხელისუფლებაც ხო არ არის რაღაც მიტაცებული აქ რა. ბიძინა ივანიშვილს თავის მონებთან ერთად ხელისუფლება და აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ხალხს ხელისუფლება.